საგულისხმოა, რომ ისიდორე იყო თავისი დროის გამორჩეული მეცნიერი, მათემატიკოსი, მას შეუგროვებია არქიმედეს შემორჩენილი შრომები, ხოლო მის ერთ-ერთ მოსწავლეს კომენტარები გაუკეთებია. ანთიმიოსი იყო სახელგანთქმული ხუროთმოძღვარი. მისმა ძმისშვილმა, ისიდორე უმცროსმა 558 წელს აღადგინა აგია სოფიას გუმბათი. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში საფუძველი ეყრება არქიტექტორების დინასტიას და სწორედ მემკვიდრეობითობით გადაუვიდა ანთიმიოსის პროფესია, მისი დახელოვნება, მის უმცროს თაობას, მის ძმისშვილს. ეს ტაძარი მართლაც იდეალური მოდელია თითქოს სამყაროსი, სადაც ადამიანისა და უფლის სულიერი შერწყმის ტრანსცენდენტული კავშირის შესაძლებლობა გაცხადებული. ეს ვრცელი ტაძარი არაჩვეულებრივად კარგად არის მორგებული როგორც ღვთისმსახურებას, ისე ინდივიდუალურ ლოცვას, მჭვრეტელობას. თაღებისა და სვეტების რიტმი სხვადასხვა დონის, სხვადასხვა პროპორციის, სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა სიმაღლის ჰარმონიული შეთანხმებაა. შიდა გარსია, რაღაცა მოქნილი გარსია, რომელსაც თითქოს აკავებს გარეთა კედლები. 4 თაღი სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს გუმბათის დამჭერი 4 თაღი და 4 მახარებელზე მიგვითითებს, რომელსაც ემყარება ქრისტიანული სწავლება, ქრისტიანული რელიგია. იუსტინიანეს ეპოქაში აიგო ძალიან საინტერესო ნაგებობა, წმინდა ირინეს ტაძარი, რომელიც გუმბათური ბაზილიკაა. აქ ხედავთ აღმოსავლეთ ფასადს წმინდა ირინეს ტაძრისა, 558 წელს აღადგინა იუსტინიანემ. ადრეული ტაძარი ასევე ნიკეს აჯანყებას შეეწირა. სამშენებლო მასალას ძალიან კარგად ხედავთ თქვენ. საკმაოდ დიდი ღიობებია. ტაძრების კედლები, გარეთა კედლები სადაც არის დატოვებული. ხედავთ აი გუმბათს, გუმბათის ყელს, საკმაოდ დაბალი გუმბათია, დაბალი და ფართო. ეს გახლავთ ინტერიერი, როგორც ფიქრობენ, მომდევნო საუკუნეებში მარმარილოს მოპირკეთებისგან სრულიად განიძარცვა ეკლესია. საკურთხევლის კონქში, ზედა ნაწილში, ხედავთ ოქროს ფონზე მონუმენტური ჯვარია გამოსახული მხოლოდ და მხოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა ტიპის ნაგებობაა, სხვა სატაძრო ტიპია, მიუხედავად ამისა, ბიზანტიური და საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამახასიათებელი თაღოვანი, კამაროვანი, გუმბათური ფორმები, სტრუქტურა აქაც კარგად ჩანს, არაჩვეულებრივად გონება מחვილურად არის გათამაშებული ხუროთმოძღვრების მიერ. აი აქ ისევ კარგად ჩანს, ნახეთ, ეს გუმბათის წრე, რომელიც ეყრდნობა მონუმენტურ დიდ თაღებს და ეს თაღები კიდევ გამეორებულია როგორც სარკმლების დაბოლოებაში, მოჩარჩოებაში, ისევე გვერდითა გალერეების სვეტნარში. აი შევხედოთ, ეს გახლავს სწორედ წმინდა ირინეს ტაძრის გეგმა, აი ამგვარად, ნახეთ, ბაზილიკური ეს ნარტექსი გახლავთ, დასავლეთის ვესტიბიული, რომელიც კათაკმეველთათვის იყო განკუთვნილი. ქრისტიანულ ტაძარში მოგეხსენებათ, ყველაფერი ფუნქციონალურია და ყველაფერი რიტუალთან, ღვთისმსახურებასთან არის დაკავშირებული და ასახავს ღვთისმსახურების მსვლელობას, ღვთისმსახურების დრამატურგიას. აი სამნაწილიანი ბაზილიკური გეგმა, რომლის შუაში არის გუმბათი აღმართული.
იუსტინიანეს ხანის ნაგებობები შემორჩენილია არა მხოლოდ კონსტანტინოპოლში, არამედ დასავლეთშიც, რავენაში, იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ადრიატიკის სანაპიროს ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო, რომლისთვისაც იბრძოდნენ გოთები, მაგრამ ბიზანტიელებმა იუსტინიანეს მეთაურობით აჯობეს და დაუქვემდებარეს ბიზანტიის მმართველობას ეს მნიშვნელოვანი პორტი ადრიატიკის სანაპიროზე. ჯერ კიდევ რომაელების დაარსებული იყო კლასისი ავგუსტეს ხანიდან და როგორც მოგახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. ეხლა თქვენ ხედავთ იუსტინიანეს ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქმნილებას, წმინდა ვიტალის ტაძარს, სან ვიტალე, რომელიც ბანკირმა იულიანუს არგენტარიუსმა ააგო. ეს ტაძარი რამდენიმე ეპისკოპოსის სახელთანაა დაკავშირებული. დაიწყო ეპისკოპოსმა ეკლესიუსმა მისი აგება 521-32 წელს იყო ის ეპისკოპოსი. დაასრულა ეპისკოპოსმა ვიქტორმა 538-545 წლებში ედგა სათავეში იგი კათედრას, ხოლო ეკლესია ეპისკოპოს მაქსიმიანეს დროს აკურთხეს 546-556 წლებს შორის. აქ კვლავ გუმბათურ ნაგებობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება აგია სოფიასა და აგია ირინის ტაძრებისაგან. ხედავთ, წახნაგოვანია, მისი ძირითადი კორპუსი ოქტოგონია, 8 წახნაგიანია, ცენტრალურ გუმბათური ნაგებობაა, რომელიც გვირგვინდება ასევე წახნაგოვან გუმბათის ყელზე დამყარებული გუმბათით. ეს გახლავთ ზედხედი, ძალიან ეფექტური ხედია სან ვიტალეს ტაძრისა. აი აქ კარგად ჩანს ოქტოგონალური ფორმა, გუმბათი როგორ იმეორებს თითქოს მცირე მასშტაბით, აი ამ შემოხაზულ ამ კონტურს, ძირითადი ტაძრის კონტურს. ეს გახლავთ გეგმა, აღმოსავლეთი მხარე, ბოლოვდება საკურთხევლის აფსიდით. ეს გახლავთ დასავლეთი შესასვლელი, ნარტექსი და აი ამგვარი თავისებური სტრუქტურა არის ცენტრალური გუმბათური ნაგებობა. აი ხედავთ აქ წახნაგებს 1 2 3 4 5 6 7 8 წახნაგია. რთული კამაროვანი გადახურვის სისტემა, ეს წვეტილი ხაზები სწორედ ამ თავისებურ გადახურვას მიგვითითებენ. ეს ტაძარი, ხო, აი ნახოთ ჭრილი და გეგმა კიდევ ერთხელ, ამგვარია სან ვიტალეს ტაძრის ინტერიერი და აქაც კარგად ჩანს თუ როგორ მეორდება აგია სოფიას ინტერიერის პრინციპი. ნახეთ როგორი რკალებსა და მრუდხაზოვან სიბრტყეებისაგან შედგება მთელი ინტერიერი, როგორ უხვად არის განათებული სივრცე, რომელსაც აგვირგვინებს გუმბათი. როდესაც ვლაპარაკობდით ეკლესიის ტიპებზე, მაშინ ვთქვით, რომ ბაზილიკებისგან განსხვავებით, სადაც დომინირებს ერთი გრძივი კოორდინატი, გუმბათურ ტაძრებში ჩრდება ახალი ვექტორი, ვერტიკალური ვექტორი და შემოდის ზესწრაფვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით კარგად პასუხობს ქრისტიანულ სარწმუნოებას, ქრისტიანულ რიტუალს, ქრისტიანულ სიმბოლიზმს, რასაც ეყრდნობა სატაძრო ხუროთმოძღვრება. სან ვიტალეს ტაძრის კედლების ქვედა ნაწილი დაახლოებით ნახევარი არის მოპირკეთებული მარმარილოს ფილებით,
ხედავთ როგორ არის ეს სახეები მორგებული ერთმანეთთან, გეგონება გაწაფული მხატვრის მიერ არის ეს ორნამენტები დატანილი, ხოლო ტაძრის ინტერიერის ზედა ნაწილებს ამკობს მოზაიკა. და სწორედ ამ მოზაიკებზე შევჩერდებით. ამ მოზაიკებმა შემოგვინახა იმპერატორ იუსტინიანესა და მისი თანამეცხედრის დედოფალ თეოდორას გამოსახულებები. ეს გახლავთ საკურთხეველი, არც ისე დიდი და ღრმა, ეს არის საკურთხევლის კონქი, სადაც გამოსახულია მაცხოვარი. მოდით შევხედოთ კიდევ ერთ გამოსახულებას, ეს ხედია აღმოსავლეთისკენ, საკურთხევლისკენ, ისევ სამი სარკმელი საკურთხევლის. აი აქ არის სფეროზე დაბრძანებული, მოდით ნახოთ ახლოს, რას წარმოადგენს ეს კომპოზიცია, საკურთხევლის კონქის მოზაიკა. ხედავთ უწვერო ქრისტე, განსხვავდება ხატმებრძოლეობის შემდგომ პერიოდში შემუშავებულ, გავრცელებულ, დამკვიდრებულ საშუალო ასაკის წვერიან ქრისტესაგან. ეს უფრო ელინისტური ტრადიციის გავლენით აიხსნება ამგვარი თავისებური ტიპი უწვერო მაცხოვრის. ხედავთ უზარმაზარი, ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შემკული ჯვრული შარავანდი ამკობს ქრისტეს, მას მოსავს ტრადიციული შესამოსელი, ქიტონი და ჰიმატიონი, მეწამული ფერი, რომელიც საიმპერატორო კლავუსით, ოქროსფერი კლავით არის შემკული. მის ორივე მხარეს მთავარანგელოზებია განთავსებული, მაცხოვარს ცალ-ხელში გრაგნილი უჭირავს, მეორეში გვირგვინი. ეს გახლავთ ეპისკოპოსი ეკლესიუსი, რომელიც წარუდგება მაცხოვარს ეკლესიის მოდელით, ხოლო მარჯვენა მხარეს, მაცხოვრიდან მარჯვენა მხარეს წმინდა ვიტალეს ფიგურაა გამოსახული. ძალიან საინტერესო ტიპიური კომპოზიციური სქემა აქვს, ძალიან გავრცელებული ადრე ქრისტიანულ და ადრე ბიზანტიურ ხანაში, ანუ ესეთი წარდგინების კომპოზიცია, ერთი შეხედვით ისტორიული პირების გამოსახვა გუმბათის შემდეგ სატაძრო ყველაზე უფრო აღმატებულ ნაწილში, საკურთხევლის კონქში, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მომდევნო პერიოდის ტრადიციას, მაგრამ სწორედ ადრეული ხანისთვის ამგვარი კომპოზიციები საკმაოდ დამახასიათებელია და გაგახსენებთ ქართულ შუა საუკუნეების საეკლესიო ტრადიციას, მცხეთის ჯვარს, სადაც აღმოსავლეთ ფასადზე სწორედ ქართლის ერისთავებია, ეკლესიის ამგებელნი არიან გამოსახულნი. ანუ ის ტენდენცია, ის საზოგადოებრივი, რელიგიური, პოლიტიკური, ესთეტიკური მიმართულებები, რაც ბიზანტიაში და ბიზანტიის კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ვითარდებოდა, აბსოლუტურად ადეკვატურად მეორდება საქართველოშიც. ოქროს ფონზე განთავსებული ესეთი სიმბოლური კომპოზიცია ემყარება საინტერესო პეიზაჟურ ფონს და ხედავთ აქ 4 მდინარე, 60-ს განასახიერებს, ანუ ამ კომპოზიციის წაკითხვა შემდეგნაირადაა შესაძლებელი, რომ თავისი მარტვილობით, ამ შემთხვევაში წმინდა ვიტალე თავისი მსხვერპლით, თავისი მარტვილობით, მეორე საუკუნის მოწამე გახლავთ, იმსახურებს 60-ში ადგილს, რისი დასტურით სწორედ მაცხოვრის ხელი გაწვდილი მოწამის გვირგვინით ხელში მოწმობს სწორედ მისი ღვაწლის დადასტურებას და მისი მსხვერპლის მიღებას ქრისტეს მიერ. როგორც მოგეხსენებათ, მარჯვნივ განთავსებული გამოსახულება ყოველთვის უფრო აღმატებული სტატუსის არის, ვიდრე მარცხნივ და შემთხვევითი არ არის, რომ ქრისტე
მისი მზერა სწორედ მარჯვნივ არის მიმართული, ისევე როგორც მისი ხელის მოძრაობა ვიტალისკენ მიემართება მაშინ, როდესაც ეკლესიუსი თითქოს უფრო უკან არის გადაწეული ეს ფიგურა, მისი დამსახურება ამ ზეციურ იერარქიაში. ასევე უჩვეულოა კანონიკური საეკლესიო პროგრამების გათვალისწინებით საერო მმართველების იუსტინიანესა და თეოდორას გამოსახვა საკურთხეველში. აი აქ ხედავთ იუსტინიანეს და მისი თანხლები ამალის გამოსახულებას. აქ კარგად ჩანს საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელზეა, მიემართება მარცხნივ. საკმაოდ პირობითი კომპოზიცია, ხედავთ არანაირი ფონი, კონკრეტული ადგილი არ არის მონიშნული. კომპოზიციის ცენტრში, ძალიან მდიდრულ სამოსში, ფიბულითა და სტემით შემკული იმპერატორია, ხელში ფეშხუმით, ლიტურგიკული ესეთი ჭურჭელით. ხედავთ მის მარჯვენა მხარეს საერო მოხელეებია, ხოლო შემდეგ ჯარია გამოსახული, ხოლო მის მარცხნივ საეკლესიო პირებია, რაღაც აღმოჭედილი სახარებით ხელში. ეს მაქსიმიანე გახლავთ სამღვდელმთავრო შესამოსელსა და ჯვრით ხელში. აქ ხედავთ ეს პერსონაჟი არ არის იდენტიფიცირებული, საცეცხლურით არის ხელში. საკმაოდ პირობითია ამ ფიგურების გამოსახვა, მიექციეთ ყურადღება ფეხები ერთმანეთზე როგორ გადადის, იმიტომ რომ სივრცობრივი ურთიერთმიმართებები საკმაოდ პირობითად არის გადმოცემული. საკმაოდ პორტრეტულია იუსტინიანეს გამოსახულება. დასაწყისში ვნახეთ ჩვენ სწორედ ამ კომპოზიციიდან მისი პორტრეტი. საკმაოდ კარგად ჩანს ამ პიროვნების ხასიათი, მისი ნებისყოფა, მისი მტკიცე